თუ ჩემი ძმა ხარ, სადამ აქვს ამდენი სოციქსელის თავი. Facebook-ი მაქვს და მეყოფა რა, არ შემიძლია TikTok-ები და Instagram-ები არ მესმის. ამ ერთი უწყინარი წინადადებით ექსპერტების უმეტესობა კლავს თავისი შემოსავლის პოტენციალის 75%-ზე მეტს. ხომ გახსოვთ ადრე გავრცელებული მიმი იყო, როგორი ვარ Facebook-ზე, როგორი ვარ Instagram-ზე, როგორი Tinder-ზე და ასე შემდეგ. თუმცა დღესდღეობით ყველა პლატფორმა ბაძავს TikTok-ს. მოუწიათ, სხვა გზა არც იყო, იმიტომ რომ ყველაზე ჩამთვრევი და პოპულარული ფორმატია ვერტიკალური ვიდეო. მოკლე ვერტიკალური ვიდეო. წარმოიდგინე, რომ თითო ვიდეო ლოტარეის 1 ბილეთი იყოს. და წარმოიდგინე, რომ 4 ბილეთის ფასი იგივეა, რაც 1 ბილეთის. რომელს აირჩევდი? წარმატების 1 შანსს თუ 4-ს? რადგან ყველა პლატფორმა ერთმანეთს გავს, ნახვები დამოკიდებულია არა TikTok-ის ან Instagram-ის ალგორითმზე, არამედ თვითონ ვიდეოს ხარისხზე. რადგან საბოლოოდ თავარი არის ადამიანის ემოციები და ფსიქოლოგია, რაც ყველა სოციალში ერთი და იგივეა. თუ ვიდეო ხარისხიანად არის გადაღებული, კრეატიული და საინტერესოა, ყველა პლატფორმას მოეწონება. დასაწყისში, როცა ცარიელ აკაუნტზე ტვირთავ ვიდეოს, ძალიან ცოტაა შანსი, რომ პირველივე ვიდეო რაღაც სასწაულს იძამს. მაგრამ თუ მიზანმიმართულად და ყოველდღე დაპოსტავ ვიდეოებს ყველა პლატფორმაზე, ადრე თუ გვიან ყველა დაგიფასებს. განსხვავება ის არის, რომელ სოციალურ ქსელში რამდენი პროცენტია შენი იდეალური მომხმარებელი. ზოგან უფრო მეტია, ზოგან უფრო ნაკლები. ზოგან უფრო მეტი რაოდენობა, ზოგან უკეთესი ხარისხი. მაგრამ რატო უნდა დაკარგო თუნდაც ის პატარა პროცენტული შანსი, თუ მაინც უფასოა? თუ უკვე ისედაც იწვალე და იშრომე ვიდეოს შექმნაზე, ბარემ ყველგან დაპოსტე. შენი რა მიდის? ატვირთის ღილაკის დაჭერას 1 წამი უნდა და თან უფასოა. თუ გსურს შენი ნებისმიერი ცოდნა შევფუთოთ წარმატებულ ინფობიზნეს პროდუქტად და თანამედროვე შესაძლებლობებიდან გამოწურო მაქსიმუმი, პირად კონსულტაციაზე ჩასაწერად გადადი Instagram-ზე და მოგწერე პირადში კვიზი.